1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. მისი დაშლის პროცესი ნელა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, რაც უამრავი ექსპერტის მოსაზრებით გარდაუვალი მოვლენა გახდათ. საბჭოთა კავშირი ერთ-ორს მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა იყო და მას 22 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია ეკავა. ის შედგებოდა 15 საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისგან, მაგრამ უკიდურესად ცენტრალიზებული იყო თითქმის მთელი თავისი ისტორიის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ოფიციალური ენა რუსული იყო, ქვეყანაში ლაპარაკობდნენ 200-ზე მეტ სხვა ენასა და დიალექტზე და აქ სხვადასხვა ეროვნების 290 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის კონსტანტინ ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ 1985 წლის 11 მარტს მიხეილ გორბაჩოვი სტალინის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი აირჩიეს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის საბჭოთა კავშირი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, იგი მაინც განიცდიდა მთელ რიგ პრობლემებს ეკონომიკური დაღმასვლის გამკლევებასთან დაკავშირებით, რაც საქონლის დეფიციტთან და ცხოვრების დონის გაუარესებასთან იყო კავშირში. გორბაჩოვმა 1986 წელს გამოცხადებული ეგრეთ წოდებული საჯაროობის პოლიტიკის შემოტანით გადაწყვიტა საბჭოთა კავშირი ახალ რეფორმათა რელსებზე გადაეყვანა, რაც ასევე პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციას, მეტ გამჭვირვალობასა და ინდივიდუალური თავისუფლების მაღალ ინდექსს გულისხმობდა. გორბაჩოვის ინიციატივით დაიწყო საზოგადოებრივი განხილვები ისეთ საკითხებზე, რომელთა დღის შუქზე გამოტანა თავის დროზე აკრძალული იყო. ესენი გახდათ საბჭოთა კავშირის ისტორიის გარკვეული ნაწილი და სხვა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პრობლემები. ამას მოსდევს ჩერნობილის კატასტროფა და დისიდენტური მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის შიგნით, რასაც ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის მეტწილად წარუმატებელმა სამხედრო ექსპანსიამ ავღანეთში. საბოლოოდ გორბაჩოვის მიერ გატარებულმა გარდაქმნითმა პოლიტიკამ საბჭოთა კავშირის სასიკეთოდ ნამდვილად ვერ იმოქმედა, რამაც დამოუკიდებლობის მოთხოვნის ტალღა აგორა მრავალ რესპუბლიკაში. პუტჩისა და ქვეყნის ტრანსფორმაციის გარკვეული მცდელობების და მიუხედავად ერთიანობის შენარჩუნება თუნდაც წევრი ქვეყნების ღრმა ავტონომიის პირობით ვერ მოხერხდა და ძალიან მალე რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო წარმოგვიდგა ყველაზე ძლევამოსილ სამხედრო ორგანიზაციად მსოფლიოში, რომელსაც ფაქტობრივად მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ალიანსის მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი, მონოპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ინიციატორი გახდა. საბჭოთა კავშირის ნანგრევებში მოყოლილი რუსეთის ფედერაცია, სუსტი ლიდერებით, დანგრეული ეკონომიკითა და დასუსტებული სამხედრო პოტენციალით ვეღარ ახერხებდა საგარეო პრობლემებზე ფოკუსირებას, რამაც შეერთებულ შტატებს ფაქტობრივად დრო მისცა განახორციელებინა თავისი გეგმები მსოფლიოს დომინანტობის განსამტკიცებლად. ნატოს ხელმძღვანელობამ გაანალიზა რა საბჭოთა კავშირის დაშლის ახალი რეალობა, მათი გაფართოების მიმართ მიზანსწრაფულობას, ახალი სული შთაბერეს, რამაც 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე დამატებით 16 სახელმწიფო გააწევრიანა ალიანსში, ხოლო არსებობენ აპლიკანტი ქვეყნები, რომლებიც თავის რიგს მოთმინებით ელოდებიან. ნატოს გაფართოების და ღია კარის პოლიტიკა სამართლებრივად ვაშინგტონის შეთანხმების მეათე მუხლიდან გამომდინარეობს, რომლის საფუძველზედაც ნებისმიერი სუვერენულ სახელმწიფოს უფლება აქვს სურვილი გამოთქვას ალიანსის წევრობაზე, გაიაროს შესაბამისი დროში გაწერილი პროცედურები, ხოლო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ წევრ სახელმწიფოთა ერთსოლოვანი თანხმობით გახდნენ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები. გაფართოების კვლევის შედეგების საფუძველზე ალიანსმა 1997 წელს მადრიდის სამიტზე მიიწვია ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს სამი ქვეყანა გახდა ვარშავის პაქტის პირველი ყოფილი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც შეუერთდნენ ნატოს 1999 წელს. ამავე წელს ვაშინგტონის სამიტზე გამოქვეყნდა წევრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეხმარებოდა სხვა ასპირანტ ქვეყნებს მომზადებულიყვნენ შესაძლო წევრობისთვის. ეს გახდათ ეგრეთ წოდებული მაპი. ლიეტოვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია და სლოვაკეთი მიიწვიეს გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ალიანსის პრაღის სამიტზე 2002 წელს და შეუერთდნენ ნატოს 2004 წელს. 7 ქვეყანა მონაწილეობდა მაპში, ზემოთ აღნიშნულ გაწევრიანების სამოქმედო პროცედურაში. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეთა ლიდერებმა გადადგეს რიგი ნაბიჯები ალიანსის მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებით. რამდენიმე გადაწყვეტილება ეხებოდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. მოკავშირეები ხედავდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უფრო მჭიდრო ინტეგრაციის აუცილებლობას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, როგორც არსებითად გრძელვადიანი თვითშენარჩუნებული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ამ რეგიონში, სადაც ნატო 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ოპერაციებში. ალბანეთი და ხორვატია შეუერთდნენ ალიანს 2009 წლის აპრილში, მონტენეგრო 2017 წლის ივნისში და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა 2020 წლის მარტში.
ბუქარესტში გამართულ სამიტზე უკავშირეს სახელმწიფოთა ლიდერები ერთხმად თანხმდებოდნენ, რომ საქართველო და უკრაინა, რომლებიც უკვე აქტიურად იყვნენ ჩართული ნატოსთან ინტენსიურ დიალოგში, ერთ დღეს გახდებოდნენ წევრი სახელმწიფოები. 2008 წლის დეკემბერში მოკავშირეთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაეძლიერებინათ შესაძლებლობები ორი ქვეყნის გაწევრიანების მოთხოვნის შესასრულებლად ნატო-უკრაინის კომისიის და ნატო-საქართველოს ჩარჩოს გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობებისა, საქართველო კვლავ არ მიუწევიათ აღნიშნულ სამხედრო ალიანსში, რაც მეტწილად პოლიტიკური საკითხი უფროა ვიდრე ტექნიკური. 2022 წლის მაისში ფინეთმა და შვედეთმა განაცხადეს ნატოში გაწევრიანების განზრახვა და ერთობლივად წარუდგინეს თავიანთი ოფიციალური განაცხადი გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. ეს მოყვა რუსეთის არც თუ ისე მოულოდნელ შეჭრას უკრაინაში, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ნაბიჯი, რომელმაც დაარღვია მშვიდობა ევროპაში და შეაჩერა მონოპოლარული დასავლეთთან მოწოდებულ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ივნისში მადრიდში ნატოს სამიტში მონაწილეობის შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა 4 ივლისს დაასრულეს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, რითაც დაადასტურდა მათი სურვილი და შესაძლებლობა შეასრულონ ნატოს წევრობის პოლიტიკური, სამართლებრივი და სამხედრო ვალდებულებები. 5 ივლისს მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს შეერთების ოქროს ფინეთისა და შვედეთისთვის, რომლებიც შემდეგ გახდნენ მოწვეული მხარეები და ესწრებოდნენ ნატოს შეხვედრებს ამ სახელწოდებით, სანამ ყველა მოკავშირემ არ მოახდინა შეერთების ოქმების რატიფიცირება მათი ეროვნული პროცედურების შესაბამისად. ნატოს ყველა მოკავშირის მიერ ფინეთის მიერთების პროტოკოლის რატიფიცირების შემდეგ ქვეყანა ოფიციალურად მიიწვიეს შეერთებოდა ვაშინგტონის ხელშეკრულებას და შეუერთდა ალიანსს 2023 წლის 4 აპრილს. 2024 წლის დასაწყისისთვის შვედეთის მიერთების ოქმი ასევე რატიფიცირებული იქნა ყველა მოკავშირის მიერ მათი ეროვნული პროცედურების შესაბამისად, რის შემდეგაც ქვეყანა გახდა ნატოს სრულფასოვანი წევრი 2024 წლის 7 მარტს. ნატოს გაფართოების პარალელურად ყველასთვის ნათელი ხდებოდა, რომ ალიანსის პასუხისმგებლობა მსოფლიო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში უფრო მეტად გაიზრდებოდა, მაგრამ მოვლენები გაცილებით სხვა სცენარით წარიმართა, ვიდრე ამას მოელოდა მსოფლიო საზოგადოება. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სამხედრო შენაერთები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წლების განმავლობაში ატარებდნენ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო ოპერაციებს თუ სხვა სახის საბრძოლო მოქმედებებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კოსოვო და ავღანეთი, ასევე საჰაერო ძალებით ბომბავდნენ ლიბიას და სირიას, სადაც ხარს უჭერდნენ მოქმედი მთავრობის ოპოზიციურ ჯგუფებს გადატრიალების მოსაწყობად. ზემოთ აღნიშნულ ოპერაციებს მრავალი საერთო მახასიათებლები აქვთ. სერბეთისა და ლიბიის კამპანიები მეტნაკლებად ძირითადად საჰაერო ძალების მიერ სახმელეთო ინფრასტრუქტურის განადგურებით მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის ავიაცია. თუმცა საინტერესო ის არის, რომ სახმელეთო მიზნებიდან ნადგურდებოდა ისეთი ობიექტებიც, რომელთაც ოპერაციასთან საერთოდ არ იყვნენ კავშირში. აღარაფერს ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომ ბალკანეთის ოპერაციაზე არ ყოფილა გაეროს შესაბამისი რეზოლუცია მანდატი. გამონაკლისად შეგვიძლია ჩავთვალოთ ბოსნია, რომლის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად იყო გამოცხადებული. საგულისხმოა ასევე ისიც, რომ რეზოლუცია ნომერი 1244 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მაშინ მიიღო, როდესაც ნატომ დაასრულა საჰაერო ოპერაციები. ეს რეზოლუცია საჭირო იყო იმისთვის, რომ ნატოს დაეწყო სახმელეთო ოპერაცია, ჰუმანიტარული ინტერვენცია, ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით. 2001 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ნატომ აამოქმედა კარგად ნაცნობი მეხუთე მუხლი, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ნიშნავს ყველა წევრზე თავდასხმას და ავტომატურად ააქტიურებს კოლექტიური თავდაცვის ყოვლის მომცველ გეგმას. გაერთიანებულმა ჯარებმა მონაწილეობა მიიღო ავღანეთში მიმდინარე 20 წლიან ანტიტერორისტულ კამპანიაში, რომელიც თავდაპირველად ISAF-ის, ხოლო შემდეგ RSM-ის სახელით იყო ცნობილი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ნატოს დროშის ქვეშ არ განხორციელებულა არც ერთი სამხედრო ოპერაცია. კარგად ვიცით, რომ ნატოს ოფიციალურად გაერთიანების მიზანი იყო საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის ორგანიზაციასთან დაპირისპირება, მაგრამ ამავე დროს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გვხდება ისეთი კონფლიქტები, რომლებიც არ განხორციელებულა ნატოს ეგიდით, თუმცა მათი ძალები მაინც მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციებში, მაგალითად ვიეტნამში ჩარევა, მოხდა ლაოსში ჩარევა და ლიბანის ოპერაციებში ასევე. საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა საერთაშორისო ასპარეზზე ბალანსის არსებული სისტემის ჩამოშლა. ამ მომენტიდან სამხედრო პოლიტიკური ბლოკი ნატო სულ უფრო მეტად იწყებს სამხედრო ოპერაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. უმეტეს შემთხვევაში ამ ჩარევას დამანგრეველი შედეგები და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა. მაგალითად, იუგოსლავიის კამპანიის დროს რადიოაქტიური დაბინძურების შემთხვევებიც იყო, რადგან საბრძოლო მასალაში გამოიყენებოდა გაღარიბებული ურანი.
ავღანეთის მრავალწლიანი სამხედრო ოპერაცია, რომელიც უკვე ზემოთ აღნიშნეთ, ვერ აღმოჩნდა წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული. ავღანეთში არ დამყარდა დემოკრატია. ნარკოტრაფიკმა იმატა, ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ აკრძალული იყო, ხოლო საბოლოოდ ჯარების გასვლაზე შეთანხმება იმ ორგანიზაციასთან მოხდა, რომელსაც წლების განმავლობაში ტერორისტებად მოიხსენებდნენ და ფაქტობრივად ალ-ქაიდას ავღანეთიდან განდევნის შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდა, ყველანაირი მეთოდებით ებრძოდნენ. მიტოვებულ იქნა ავღანეთის ნაციონალური არმია, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობდა ის ადამიანები, ადგილობრივები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ კოალიციურ ძალებს ანაზღაურების სანაცვლოდ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნატოს მიერ ორგანიზაციის დროშის ქვეშ თუ ამერიკის შეერთებული შტატების ზურგს უკან მოქმედ კოალიციური ძალების შემადგენლობაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შედეგად მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ნგრევა და 100,000-ობით ადამიანური მსხვერპლია გამოწვეული, რაც ნამდვილად არ ამართლებს ალიანსის გზავნილს მისი მშვიდობის მყოფელობის შესახებ. საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების უკან მდგარი ნატოს შეერაღებული ძალები ორგანიზაციის პრესტიჟისთვის სერიოზულ ზიანს წარმოადგენს, რაც თანამედროვე ინფორმაციულ გარემოში პროპაგანდის გაცილებით მაღალ პილოტაჟს მოითხოვს.